ქართულმა ოცნებამ ასპინძაში გამგებლობის კანდიდატად უკვე ყოფილი გამგებელი ლევან საბაძე წარადგინა. მისი კანდიდატურა დღეს მაჟორიტარმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ დაასახელა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ასპინძის კულტურის სახლში შეკრებილ საზოგადოებას მიმართა და აღნიშნა, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები თვითმმართველობის არჩევნებში წარმატებას მოიპოვებენ. გედევან ფოფხაძის განმარტებით ამ გამარჯვებით ქვეყანაში ყბადაღებული კოჰაბიტაციის თემა საბოლოოდ დასრულდება. Იმაჩნია, რომ საკმაოდ რთული და პრინციპული პროცესი მიდის გამგებლების და ზოგადად კანდიდატების შერჩევის და კოალიციურ რეჟიმში ხდება ეს ყველაფერი, ამიტომ იმედოვნებ, რომ საბოლოო ჯამში ხერხდება და ხდება ისეთი კანდიდატების შერჩევა, რომელიც კონკრეტულ რაიონებში არიან საუკეთესოები. Das კოალიცია ქართულ ოცნებას აქვს ეს ფუფუნება, რომ სწორედ მან შეარჩიოს საუკეთესო კანდიდატები და წარუდგინოს ქართულ საზოგადოებას. ასპინძის კულტურის სახლში შეკრებილ კოალიცია ქართული ოცნების მხარდამჭერებს გამგებლობის კანდიდატმა ლევან საბაძემ მიმართა. მან მუნიციპალიტეტში თავისი მუშაობის პერიოდი შეაჯამა და განმარტა, რომ 1 წლის განმავლობაში ასპინძაში გარკვეული პრობლემები მოგვარდა. ლევან საბაძემ ამ მომრჩევლებს ის პროგრამაც გააცნო, რომლის განხორციელებასაც იგი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში აპირებს. ჩვენი პრიორიტეტი დასაქმებაა მართალია ასპინძაში ქარხნებს ვერ გავხსნით, მაგრამ შევეცდებით სამუშაო ადგილები შევქმნათ. განმარტა კოალიცია ქართული ოცნების გამგებლობის კანდიდატმა. რა თქმა უნდა, ველოდები რომ გავიმარჯვებთ. პირდებით მოსახლეობას რომ ვიმუშავებთ იმ ტკივნეულ საკითხებზე, რომელიც საკითხებიც მოსახლეობას უკვე წლებია აწუხებს. რაღაც ნაწილი უკვე ამ მცირე დროის განმავლობაში მოგვარდა, მაგრამ არის საკითხები, რომელიც ცოტა რთული მოსაგვარებელია და ვმუშაობთ მაგ საკითხებზე და აუცილებლად მოვაგვარებთ. შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით სამცხე ჯავახეთის გუბერნატორმაც მიმართა. მან ლევან საბაძეს ღირსეული ადამიანი უწოდა და განმარტა, რომ მისი გამგებლობის პერიოდში ასპინძის მუნიციპალიტეტში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა. აკაკი მაჭუტაძე მოსახლეობას არჩევნებში ლევან საბაძის მხარდაჭერას თხოვა. ლევან საბაძე არის ღირსეული კანდიდატი, კარგი ქართველი, კარგი ადამიანი, მეურნე ადამიანი, რომელმაც რამოდენიმე თვე იმუშავა გამგებლის პოსტზე და საკმაოდ ძიმე მეურნეობა დახვდა მას აქ და საკმაოდ წარმატებულად გაართვა ამ პერიოდში მან თავი. და მე დარწმუნებული ვარ მისი გამარჯვების შემთხვევაში და ამაშიც დარწმუნებული ვარ, რომ გაიმარჯვებს. ბევრად უკეთესობა იქნება ასპინძაში და თითოეული ასპინძელის ოჯახში იქნება სიკეთე და დოვლათი. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 40 დღე დარჩა, თუმცა კოალიცია ქართულ ოცნებას მუნიციპალიტეტებში გამგებლობის კანდიდატები სრულად არ დაუსახელებია. ბორჯომის მაჟორიტარ დეპუტატის გედევან ფოფხაძის განმარტებით, თუ ვინ მიიღებს პარტიის სახელით მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, ამას კოალიციის პოლიტიკური საბჭო გადაწყვეტს.